მოგესალმებით ყველას. დღეს წარმოგიდგენთ საბჭოთა წარმოების ელექტროძრავს, რომელიც გამოიყენებოდა სარეცხის მანქანაში და ხშირად არის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში. იმისათვის, რომ ეს ძრავი ავამუშავოთ, ჩვენ დაგვჭირდება კონდენსატორი, დაგვჭირდება მულტიმეტრი. მულტიმეტრი გვჭირდება იმისათვის, რომ გავიგოთ ამ 4 წვერიდან, რომელიც გამოდის ამ ძრავიდან, რას წარმოადგენს. ვინაიდან ამ ძრავს გააჩნია 2 ხვია, ერთი არის მუშა ხვია, რომელიც ძირითადად მუშაობს ძრავი და მეორე არის სასტარტერო ამძრავი ხვია, რომელიც გვჭირდება მარტო იმისთვის, რომ ამ ძრავმა დაიწყოს მუშაობა. იმისათვის, რომ გავიგოთ ამ 4 წვერიდან, რომელს წარმოადგენს, შეიძლება იყოს ეს ყველა ერთი ფერის და ვერ გავიგოთ რომელისაა. ამისათვის მულტიმეტრს ვაყენებთ წინააღმდეგობაზე, ომებზე და ვიწყებთ სათითაო წვერით მის შემოწმებას. არაფერია. აქ მოგცა 10-დან 11 ომამდე. ამას ვიმახსოვრებთ. ანუ დარჩენილ 2 წვერს ვამოწმებთ. აქ გამოდის 22 ომი. რას გვაძლევს ეს? რომელიც იყო დაბალი მონაცემებით 10-დან 11 ომამდე, ეს არის მუშა ხვია, ეს არის ამ ძრავის სასტარტერო ხვია. იმისათვის, რომ ეს ძრავი ჩვენ ავამუშავოთ, პირველი ერთ მუშა ხვიას და ერთ სასტარტერო ხვიას ვაერთებთ ერთმანეთზე და ვაერთებთ 220 ვოლტის სადენზე. რა თქმა უნდა, ამას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვკეთებთ იზოლირებას. დაგვრჩა 2 სადენი ძრავისგან. ჩვენ ამ ძრავზე შეგვიძლია 2 მეთოდი გამოვიყენოთ ამუშავების. პირველი მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ ვახვევთ ელექტროსადენს ძრავის სადენზე და გვჭირდება ერთი წვერი, რომელიც არის ამ ძრავის წვერი. იმისათვის, რომ ამან დაიწყოს კონდენსატორის გარეშე მუშაობა, საჭიროა, რომ ეს მოკლე შეხება მოხდეს, რაც იწყებს მუშაობას ძრავი. თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ბრუნი, ანუ საათის სისხლის მიმართულებით ან საათის საწინააღმდეგო მიმართულებით გამომდინარე იქიდან თქვენ როგორ გჭირდება, ვცვლით მარტო აი ამ 2 სადენებს. ანუ ამას ხსნით, ვაერთებთ ამას და ძრავი დაიწყებს საპირისპირო მიმართულებაზე ტრიალს. რაც შეეხება კონდენსატორით დაქოქვას. ერთ წვერს ვაერთებთ სასტარტერო წვერზე, მეორესაც ანალოგიურად ვაერთებთ სადენზე. რა თქმა უნდა, ესენიც უსაფრთხოება პირველ რიგში. ძრავი მუშაობს. ბრუნავს შეგიძლია იმუშაოთ ჩვეულებრივად. კონდენსატორი არის მარტო სტარტერი, მეტი არაფრის როლს ეს არ ასრულებს და დაიმახსოვრეთ. ყოველ 100 ვატ ძრავზე ჭირდება მინიმუმ 7 მიკროფარადი კონდენსატორის. ეს არის 150 ვატიანი კონდენსატორი არის 10 მიკროფარადიანი და ძრავს ერევა ჩვეულებრივად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.